შემდეგ 24 საათს გავატარებთ მუხრებამდე თოვლში, -9 გრადუს ცელსიუსზე. ყველანაირი თავშესაფრის, კარვის და ტენტის გარეშე. მექნება მხოლოდ საძირი ტომარა. ერთ კონკრეტულ წერტილს გავასუფთავებ თოვლისაგან და ეს იქნება ჩემი საცხოვრებელი შემდეგი 24 საათის განმავლობაში. მოვამზადებ უგემრიელი ხორცს და დავტკბები ამ საოცარი პირობებით. არც არიან მკაცრი, მაგრამ საოცარი. ჩაუჯექით მეგობრებო. რაღაცა ცხოველის ნავალი არის. აუ ძლივს ამოვდივართ. აქედან ჩასვლა ბიჭო რა იქნება? შენი არის ხვალა იქიდან ავიდეთ და წამო მუხლებზე დაჯექი ეგრევე უარესია დამიჯერე. აი ხამდე ამოხვიდე მთავარია. ამოდი მეთქი. ხევი და ვერ ამოხვალ უარესი იქნება. რა ხდება? ავედი ზურა. მარა ფეხები ამომესო თოვლით. გამოშები არ ჩამიცვია მეგობრებო, რავი. საჭიროდ არ ჩავთვალე და უნდა ჩამეთვალა საჭიროდ. აგე ჩვენი წიწკვის ზურია. ზურა უკვე ჩემზე მსუბუქია. სუბუქი? მარა ეხი მაინც მისდე. ხო. ეხა ესი ამოვაჭა, ხო? ამო, აი ხეს ჩაავლო მთავარია და ეგ არის. არა, ძალიან დიდისაა. ეს ტაისონის ნავალია მეგობრებო, აქეთ არ ვიცი რისი კვალი არის, იმხელა თოვლია ვერც გაარჩა. მოხვედით და ეგ არის. აუ, ესეთ ადიში. ვერ ამოდის ტაისონის. წელს ამხელა თოვლში არ ყოფილვარ. აისო საწავიღო ხა ჩანდა. ვერსა. ავდეთ ასე თოვლში მაშინ და ეგ არის. აი, ამოვედით მეგობრებო. ეს ადგილი მოგვეწონა რა, ხევის თავზე არის. შეშა გარშემო არის ხმელი ხეები. აი ეს ადგილი რომ მოასუფთავოთ და რავი, ორი კაცის დასაწოლი ადგილი კი არა, ესე. თოვლს დავტკებნით, ძალიან დიდი თოვლია და მაგრად შეგვაწუხებს. ხო და აქ დავრჩებით ამაღამ. ეხა ვკებნით. ვიღაცა იფიქრებს რომ ეხა უცხოთა და გიდახოს. რა საკეთებენ ეს ახალგაზრდები? გასეძებენო? გასეძებენო. ბანკი არ არის ჩემი. ნელა. აისო, შენ მოგვეხმარე ამ იმას. აისო, ვერ გადაგიგდებ ხა ვერაფერს, დამაცადე ჯერ. აუ. ამას ვიღაც გააჩერებ ახლა ამ თოლში. გაგიჟებულია. ამოვიყრე ახლა თოლს და კარგად ჩავიცმე. მოიყარე თოვლი და მე შეშა მოვიდან. მე ყველგან შეშა არის ამოდან ამოდან. სიმართლე რო ვითხრა მაგარი მშია. მე ეს ბიჭო. როჩე ეს პარალონი ამას ჯერ არ უნდა გაეშალა, იმიტომ რომ ეს 10 ტონა თოვლს დაყლის ზედე ეს. არა უშავს. ყველაფერს მომოწ პარალონის წამოყება მე დამავიწყდა.
ძალიან რთული საპონელია ხმელები რა. ხმელები რთული საპონელია თქო. ათავი არის ბიჭო ხმელები. ცოტა დიდი ზომისები მინდა რომ ცეცხლისთვის კაი იყოს. აი იქ რაღაცის ბუნაგი არის. ბევრი რამ შეიძლება. მელია, კურდღელი, ტურა. შესასვლელია და ფოთლები ყრია. ხეებში ზოგადად იკეთებენ ხოლმე ეს ადგილებში ბუნაგებს. და რა აი, მოგლეჯილი რო არის მიწა, მერე კარგი სიცარიელე ჩნდება რა. ასე თორში ზოგადად არ არის მარტივი ლაშქრობა. არც ამხელა მანძილის გავლა, არც სიარული, არაფერი. მაგრამ ასწორებს. უბრალოდ ახლა ის არის ცუდი, რომ შეშა გარშემო ბევრი ხმელი არ არის რა. აი ესე ტოტები უნდა შევაგროვოთ. საჭმლის გამო და სიტყვით. მე აბა მე მკითხე. ეს ვიქტორა არის ბადრიას იავით ბავშვობის მეგობარი. არა ბიჭო, ეს ახალია. ხო, მაგრამ ხო გიდგას გვერდში როგორც ბავშვობის მეგობარი. ეგრე კი. რა მაგას ვიძახ. დაისონ. აუ ყვარს უნდა წაეკიდოს როგორმე. Registration. მერე დიდი მორებით დავადოთ ვაფშე ამას რო გამოშვება. კარგიერეს, კარგად იმასაკას. აგიზგისტეს.
მე ვაპირებ მეგობრებო რომ მივირთვა საქონელი. ზურა აპირებს რომ შეჭამოს ღორი. უი, კანებით აი სულმა რო არა იყოს, ცეცხლში ჩაყარე მე. ღორის ხორცი არა იყოს. შამფურს ესე გავუყრი და პირდაპირ ცეცხლზე უნდა შევყარა. და ეს არ მაინტერესებს ახლა. სხვა არაფერი. უბრალოდ ვჭამოთ, თორე დაგვეხება. ღამით გამოცხადებულია -7. არა, აქ იქნება -15 უეჯო. რატო? იმიტომ რომ აღლა ვარ. აიქ ხო, მისამინდი. რატოვე თბილისში? არა ბიჭო, თბილისის ამით კი არ ვიძახი, თბილისი შუაშია. ამ კონკრეტული წერტილის ამით ვიძახი რა, -7 და თუ ქარი იყო, -9-მდე შეიძლება ჩავიდეს რა. უბრალოდ ახლა ის თემაა, რომ აი ეს თოვლი და რაღაცა. ერთი მხრივ თოვლი კარგი არის, ზოგადად თოვლში თითქოს უფრო ნაკლებად იგრძნობა ხოლმე სიცივე, უბრალოდ მუხრებამდე თოვლი როა და რო ამოგვისო ეს ფეხები. საიდან შეგივიდე საერთოდ სისველი. ყველა მხრიდან. მე ფეხსაცმელში და შარვალში არ შედის ეს შარვა სპეციალურად ჩავიცვი. წყალგამძლეა, მაგრამ დღეს მეგობრებო, მაინც და მაინც დღეს არ ჩავიცვი გამაშები, სხვათა შორის. არ ველოდი ამ ხელა თოვლს რა და გამაშები არ ჩავიცვი და აი ზუსტად ზემოდან ესე ჩამივიდა თოვლი და დამისველდა ფეხები, მაგრამ ეგ არ მადარდებს დიდად. ახლა მთავარია გემრიელად ვჭამოთ და კარგად გვეძინოს მე. აგერ შევსვი ხავსზე და წეგან კარგად არ ჩანდა, კამერა იყო გაყინული. მეგობრებო, წინა კადრებში თუ შეამჩნიათ, რომ ძალიან დაბუნდული კადრები იყო, ლინზები იყო გაყინული რა, გარედან. ხრად ქონდა გადაკრული ბიჭო. ყინულივით. ექნებოდა ზონ ტელეფონი გამიყინა და წვავთ და ნახოთ რო შევწვავთ მე მაგრად მინდა ფეხები შევიშრო. ფეხები რა აი კოჭების ხარი დამიყვა. ფეხები კი არა, ეს შეძვას სპეციალურად ყველგან წყალზე მაგ ვაფშე. გაიგო. არა შენ სულ ეგრე ხარ, უბრალოდ ახლა გახდი და შეგცივდება. შეჭი. ხო გახსოვთ მეგობრებო, წინა ზამთარს ზურა გალუმპული, თეთრი და თვით საფანელი შენ. გალუმპული იყო ხოლმე ვითომც არაფერი. მარჯვენა ფეხი ჩავყავი გაღუღუნებული, გავაშრე წინდა. უბრალოდ სხვა დროს გამოშებს ჩანთაში ჩავაგდებ და ფეხსაცმელი სველი გაქვს. ფეხსაცმელი სველი არ არის. დამპალია. მაწყალი არ შესდის საერთოდ. აუ ჩემი გა. შიგნაც კი არ იყო სველი. რა? ჩემსაში ქვეყნის სველი. ამას არ შესდის, აი სანამ არ გადაცდება თვითონ ფეხსაცმელს, მანამდე არ შევა რა. ხო და სხვა დროს ჩანთაში ჩავაგდებ გამაშებს, რომ იყოს ხოლმე სულ რა. როგორ ჩარშან დამქონდა. წეს უბრალოდ მეგობრებო, ძალიან დიდ თურში არსად არ მოხვედრილ ვარ, რომ აი ნამქეს თუ არ ჩავთვლით, რომ ფეხი დაეფარა და მოდი წამოწვევი დასველდეს ეს კურტობის ჯანდაბას რა უყოვი. აუ თითები დამეწვა. ესე ჯოხზე მაქაცმული ხორცივით. წინდა და ვატრიალებ. ესეც მალე იქნება. ჩემი ხორციც მალე იქნება. მე შეშა კიდე უნდა მოვიმარაგოთ, რა? თითები დამეწვა. მეც დამეწვაზე ხან. აი ზოგადად მეღუტუნება. შეშა უნდა მოვიმარაგოთ ბლომად რა. თორე გავიყინებით. და ეგ არის. სანამ მიამხელა ხორცს შევჭამ. ნახე რა მაგარია ზურა. ნახევრიცა. ნახეთ რა კაია.
ზურა ეს ხორცი კი არ არის. ეს არის ორცხობილა. რატო? რა ისეთი ფაფუკია. მაიცადე აჩვენე კადრში. რაღაც ჩემი ნაკბეთში ვაჩვენო. აგე. ეს არის კაი სტეიკი. ნამდვილ ბუნების ცეცხლზე მომზადებული სტეიკი. ჩემი წვადი კიდე თბება. ერთი სტეიკი გავაქრე. შენ გაგიმარჯოს ღმერთო. მამუკით, ესე იგი. -1 სტეიკი დედამიწას. ბატონო, სადაც როხას დაინახავ, წაქცეულს ამის ბრალიას უყალ. ძალიან კაი იყო მეგობრებო, ზოგადად ასეთ ყინვაში ძვალი აჭამე. კაც არა ბიჭო, ძაღლისთვის მომზადებული ძვალი კარგი არა. თუ მისცემ, უმიძვალი კარგია. მეგობრებო, ასეთ ყინვაში, კაც პირობებში, სიცივეში, აი ხორცს რო შეჭამ, ყველაზე კარგი რაღაც ვარიანტია, იმიტომ რომ ხო, აი საწვავია რა. ენერგიას გაძლევს, ორგანიზმს გითბობს. ახლა სანამ ამას ორგანიზმი გადაამუშავებს, 4 საათი მაინც უნდა მგონი საქონელს თუ 3 არ მახსოვს რა. ხო და წარმოიდგინეთ, მთელი ეგ დრო ორგანიზმი მუშაობს, შიგნიდან სითბოს გამოყოფს, უფრო თბილად ხარ, ენერგიულად ხარ და კარგი ცილების წყაროა რა საქონლის ხორცი. ისე ჩემი საკვები დანამატებით რო წამომეღო, ტყეში ამ დროს ძალიან კაი არის. ტყეში უნდა ჭამო ხისაჯმე. ეგ ხო რა თქმა უნდა. მე ვამბობ ენერგიების და ეგეთების თემაში. მოკლედ მეგობრებო, დანარჩენი საკვები რაც გვაქვს ისე სასუსტნავი გვაქვს რაღაცა, კარტოფილი გვაქვს, ხახვი გვაქვს. დღეს მე ხორცის მე სააფი შემჭმელია. ის ხორცი რამდენი რა წონა იყო მე რაც ვჭამე, თუ გახსოვს. ვიცი 9 კილოზე მეტი იყო. უფ. ჩემი საძილე ტომარა მომავალი გამოწვევისთვის მზად არის როგორც ყოველთვის. მოდი ტაისონ. მოდი. საყვარელი ამას აქ თავისი ბილიკები გაყვანილი. ზურავი და ზემოთ რა და ესე კი არა აჭრა. იქიდან იყო წეღან ამოსული შეშაზე რო ავედით და ეს მეორე ბილიკი. ტაისონი გუნდებს იშორებს სხეულიდან. ისე ეგეც რა მაგარია მეგობრებო, აი მაგალითად ავიღოთ ჰასკი, ლაიკა, მალამუტი. ეგენი ხო კაცრი პირობებისთვის არიან შექმნილი თოვლისთვის, მარხილისთვის და აი თოვლს არ იკარებენ რა ეგ ძაღლები. მე ავიღოთ სხვა ძაღლები რა, პატარა თოვლში გაივლიან, ეგრევე გუნდებივით ეკრობათ. კოკესპანიელი ახლა ზაფხულისთვის ან ცხელი პირობებისთვის არ არის გამოყვანილი. ბრიტანეთშიც არ არის ცხელი ამინდები, ძირითადად ცივი ამინდები იცის რა ინგლისში. ამიტომ კოკესპანიელიც მშვენივრად ეგუება ცივ პირობებს, ზამთარს, ყინვას,
და ასე შემდეგ. უბრალოდ მისი ბეწვი მაინც ისეთია, რომ აი თოვლზე და ესეთ ჰასკივით არ არის გათვლილი, ხო ხდებით რა, რომ გამოყავდათ ბევრ რაღაცას აქცევდნენ ხოლმე ყურადღებას და კაი ხანით უნდებოდნენ მერე და მაგ შემთხვევაში ახლა ჩვეულებრივად იკრავს გუნდებს. მაგრამ შიგნით აი ესე რო გადაუწევ, შიგნი მაინც შრალია რა. მაინც ნებისმიერი ცხოველი გარედან დაცულია თავის სპეციალური ცხიმით, რაც ასე სისულეს შიგნი მარტივად არ უშვებს. რა თქმა უნდა, წვიმაში დასველდება, იხვი და ბატი არ არის, რომ ეგრევე არ შეუშვას და რაღაც, მაგრამ მაინც თავისას აკეთებს. ამ შემთხვევაში გარედან რო იშორებს გუნდებს, შიგნიდან მაინც ყოველთვის შრალია. მეგობრებო, ბევრი წერს ხოლმე კომენტარებში, სახში დაჯექი რა გინდა სიცივეში, რა თავს იკლავ, რაღაცა მოგივა, ისა ესა. დამიჯერეთ. სახში ჯდომა არაფერს გვარგებს. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან ძალიან დიდ დროს ვატარებ და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ მიყვარს ხოლმე ბუნებაში წამოსვლა, არ მიყვარს არა, უფრო სხვანაირად თქვა, რის გამოც არ მინდა ხოლმე ეგ არის, რომ ჩემი ოჯახის წევრები მენატრებიან. მენატრება პირველ რიგში ჩემი მეუღლე, შვილი, დედა, მამა და აი ეგ არის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ აი ბუნებაში რომ მოდიხარ, მით უმეტეს კაც პირობებში. არ ვიცი როგორ აღიქვამთ და ვის როგორ გაქვთ გამოცდილი, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ბევრად ძლიერდები, შინაგანადაც, ანუ სულიერადაც, ფიზიკურადაც. მაგალითად, ახლა ცეცხლთან იმიტომ ზიო რომ სიამოვნებს. საერთოდ არ მცივა რა. აი ხელები არ მეყინება, ვირუსები მე არ მხვდება, არ ვცივდები. ახლა ვიღაც რო ჩასვაქ დასველებული ფეხებით და ღამე გაათენებინა შეიძლება გაცივდეს, ამ ფილტვების ანთება დაემართოს. აი არ ვცივდები, როდის გავცივდი, აღარც მახსოვს რა. ამიტომ ძალიან მაგარი რაღაც არის. პირიქით, აი რაც მკაცრო პირობებში მოხდები ადამიანი, უფრო გაძლიერდები ყველანაირად რა. ამიტომ ჩემთვის ეს მარტო ვიდეოების გადაღება და ჩემი პირადი საქმე არ არის. ეს არის ჩემთვის ვარჯიში. მე ვარჯიშობ ორგან, ასე ვამბობ ხოლმე რა. ორ ადგილას ვარჯიშობ. ერთი ვარჯიშობ დიღმის მასივში, დარბაზში, სპარტა ფიტნესში და მეორე ვარჯიშობ ტყეში. პირველ რიგში ტყეში. ძალიან მაგარი ვარჯიშია ჯანმრთელობისთვისაც და სულიერადაც. ჩემი თავი წლების წინა, ჩემი თავი ახლა სულ სხვადასხვა პიროვნებები არიან რა. იმის გამო კი არა რომ დრო გავიდე და შევიცვალე სიტყვაზე ვიგე. პირველ რიგში იმის გამო რომ ტყემ შემცვალა. და შექმნა ჩემგან სხვა ადამიანი. ბევრად ძლიერი. შეუნთებადრი შეუნთე. კიდევ ერთ გასასვლელები შეშაზე. ვეგელი. ეს არ გვეყოფა. არა, რას გვეყოფა. არ გინდა დამცხვარი. მეორე ნაჭერი რადგან დაგივარდა. ეგ გულით მოცემული არ იყო. გამგუტარა. და ისე ამით დავდოხტები. აი ეს მიყვარს მაგრა რა დაწოლილი რო ხარ და ხეებს რო უყურებ ზემოთ. ფოთოლზეც, უფოთოლზეც, ყველა შემთხვევაში რა. აუ. უფრო და უფრო სიცივე რო წამოვიდა მოყავე. ხო, თავისთავად. გამთენიას იქნება ყველაზე მაგარი სიცივე.
გამთენიას. მონთენიას იცი რო კი არა, საყინულე იქნება. ეს მიყვარს მეგობრებო მაგრად. რო ბზინავს თოვლი შეხედეთ რა მაგარია. კრისტალები. მართლა რა მაგარი. თვალით კიდე რა უკეთესად ჩავს. კი, თვალისუს ხო არის. კოცონთან მაინც თბილა რა. ჯერ შეშარ მოგვიტანია, ცოტა ხანში მოვიტანთ. ესენი მაინც დიდხანს იწვის მეგობრებო, აი ზურამ რომ მოჭრა. აი ეს ჩაჭრის თუ ხედავთ, რამდენი ხანია ეს ჩაჭრილი გვიდევს და ეგეც კი არ გადაწყდა რა. ეს ხეები არის მგონი რკინის. არ ვიცი რა ხეა, მაგრამ დიდხან ეს ის ხე არის. ხო, შემეშალა მუხა არის და აი ხმელი მუხა. ახალი ისა პატარა მუხაა რა. ხო, ახალგაზრდა მუხა არის, ხმელი. ხმელი მუხა იწვის ძალიან დიდხანს, რასაც დავაკვირდით. და ის უნი იწკრიალებს თათებს. ჩახტება მე საძილე ტომარაში გამშრალი. სურა ისე ეგ ცხოველმა მაგარი იცის რა. აი თელი დღე სიტყვაზე წვიმაში ან თოვში რო იყოს და დაისვაროს ან დასველდეს. ძილის წინა ესე შანსი არაა რომ არ მოწესრიგდეს და ისე არ დაიძინოს რა. მეგობრებო, ასეთი ტიპის ტყეებში თითქოს აი აქ ახლა სადაც მოვედით, ბევრი შეშარა და ნახეთ აი ხევის თავზე დგავა რა, აქედან არის ღრმა ხევი და რო ჩავარდი არაფერი მომივახრა, არ მოვკვდები და რაღაცას არ მოვიტეხავ, მაგრამ ღადაობ აი სუთოვლით გავივსები, სულ დავსველდები და მე იქიდან ამოსვლას კაი წვალება დასჭირდება. ხმელხეს ტყეში სანამ მოჭრით ხოლმე ზამთარში აი ესე შეამოწმეთ რა შეიძლება ზამთარში ხმელს გავდეს და ამასობაში იყოს ნედლი. აი ეს ნამდვილად ხმელია. სურა ერთიანად არ მივაწყოთ. აი ესე პატარ-პატარები დააწყე. მე მაინც მოვიტანე და მომეშე. კი, მაგრამ მე ბევრი მოვიტანე და ცოტაც დაამატე და ეგ არის რა. პატარ-პატარები დააწყე სიმხუროლესაც შეინარჩუნებს და მალე არ ჩაქრება. აი გერ დავაწყე დიდები. აივან. აქ მაქვს ჩემი მატყლის წინდები. საუკეთესო ვარიანტია ასე დროს.
ფეხზე ებია მოგიქცო. რა? ებია მოგიქცო. არა, მამა მიყიდა, ფეხზე გავიხდი. ამას ჩავიცმე და ეგ არის. დაისო, ჩამოდა შევკრა. შემოდა შევკრა. ჩედი კომენტი. კაი მოდი მანკინდა. ცოტა ხანი შევკრა მაშინ. ბიჭო, თავიდან შეკრა არ მიყვარს ხოლმე, თითქოს ცხელასავით. ჰა? თავიდან შეკრა არ მიყვარს ხოლმე. ახალ დაწოლილი ვარ თითქოს მცხელი. იგი ხოლმე არა გაკეთე. თავიდან უნდა დააგროვო შიგნით. აი ტემპერატურა. აუ ჩამიყარა შიგნით თოვლი. მეგობრებო, ვილაპარაკებთ ასე. მოთენთილი არც ვარ ჯერ, მაგრამ მე ძალით დავიძინებ, იმიტომ რომ ცოტათი თავი მტკივა. სხვადასხვა ზურა ამ ბოლო დროს დავაკვირდი რა. ყვამლის რო შევისუთქავ ცოტა ბევრს, აი, კოცონისას. ეგრევე აი შუბს მატკიებს აქ რა. ოლაობა უნდა დაიწყო. რა? ოლაობა უნდა დაიწყო. ოლაობა არა ის. სანამ ცოცხალი ვარ, ეგეთ რამეს არ ვიცი. აი კაცი იყო, ადგებოდი და დამიждდებოდი ახლა აქ. ხო და? მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით, ღამეთ არ ამგონია რაღაც მოხდეს, იმიტომ რასაც დავაკვირდი, გაზაფხული შემოდგომა სულ მესმის ხოლმე ცხოველების ხმა ღამით რა. აი ზამთარი რო არის, თითქოს აღარაფერი არის მის. დღეს დღამე ჩემი გოდების ხმას გაიგე. ხო და მეგობრებო, შევხვდებით დილას. თავარია წინ კარგი ღამე გქონდეს და მოკლედ დილამდე. რა გინდოდა ზურა? რა გინდა? რატო გავაღვიძე? არჩე. თელეგრამი არის ეს ხანი. და ახლა მეკითხება რატო გამაღვიძე? ზურა, რა გინდა? რომელი საათია? არ ვიცი. მითხარი, გათენებულიც არა წესიურად. გათენებულია ვარ. ახლა იქნება ვიდეო გასა. ტელეფონი ხელში გიჭირო. ჩართული მაქვს ვიდეო. დამადგა თავზე შტატივი. ადექიო. ეისო, შენ რა სიტყვი? აუ ღამე ჩავსულო არ ბიჭო. ბოლოში. ეს ჩემი ქურთუკი კაი ბალიში გამოდგა. აგე. ეცხლი. მეგობრებო, ფეხსაცმელი ისეთი გაყინული არის მარჯვენაზე. აუ შეფეხ სათმეში ვიხარა, მე სულ გაყინული. ზევის ამოვიცი. ეხა უეჭველი უნდა დაგემშვიდობო. თენდება ნენელა. მაგრამ ისე ადრე გამაღვიძა ზურა. ეხა უნდა დაგემშვიდობო თუ უეჭველი რა ვიცი, იმიტომ რომ მაგარი მეძინერა. და მედია საფრანგეთში ჩავახდე ცოცხალი და ფეხები მოჩაწრელი არ მექნება. ზურა პირველად მოხდა ტყეში ისე რომ ვაიში მე. პირველად მოხდა ტყეში ისე რომ სხვამ გამაღვიძა თქო. ხო და როგეოვნები ჩემთან ერთად პირველ გამოცდილებას აგროვებ რაღაც საკითხებში თქო. კი არ გათხოვეთ. მეგობრებო, ძალიან ცივა დღეს დილას. აუ, კომი. გავიგუდე. მეგობრებო, დაგემშვიდობებით მალე. ახლა ჩავბარგდებით უცებ და გავიშვებით, იმიტომ რომ ძალიან ცივა და მოძრაობაში გავხურდებით. ცეცთან დგომას უკვე აზრი აღარ აქვს, შევთვისი. მეგობრებო, მეგონა დამშვიდობების კადრი ჩავწერე და თურმე კამერა არ ჩამირთავს. ამიტომ ტრადიციულად მადლობა რომ მიყურებდით, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თქვენ კი უყურებდით BBR White აბა მაგრად.